დღეს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქართული ენის ელექტრონული კურსის დანერგვისა და განვითარების გაცნობის კუთხით ტრენინგ სემინარები ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორების ჯგუფისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გამართეს. პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. ზოგადად კურსი არის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი მოსახლეობისათვის შექმნილი. და ჩვენ კონკრეტულად ჩვენი სამიზნე ჯგუფი ამ რეგიონის წარმომადგენლები არიან. წინა ტრენინგი ვთქვათ ახალქალაქში გაიმართა და ეხლა თქვენ გესტუმრეთ. თუმცა რაღაცნაირად ისე გაფართოვდა ამ არეალი, რომ თქვათ შემოსვლები ფიქსირდება არა მხოლოდ საქართველოსდან, არამედ ქვეყნის საზღვრების გარეთაც საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების იყენებს ამ კურსს და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ აქ ბევრი სიახლის შესახებ შევიტყვეთ. ელექტრონული მოსამზადებელი კურსები განსაკუთრებით კარგია ეთნიკური უმცირესობებისთვის. ჩემი აზრით მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მარნეულელი ეთიპარ ბუდაგლი გინესის რეკორდსმენდა წიგნში მოხვდა. მას განსაკუთრებული ძალა აქვს ბიოდენების ჭარბი რაოდენობის გამო შეუძლია რკინის მეტალების სხეულზე მიკვრა. 2011 წელს იგი პირველად გამოვიდა საქართველოში ერთ-ერთ შეჯიბრზე და საზოგადოებას გაეცნო, ხოლო 2012 წლის დეკემბერში მან პეკინში ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ასე მოხვდა გინესის წიგნში. იგი მომავალში კვლავ აპირებს სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობას. 2011 წელს ტურნირი გაიმართა საქართველოში 10 კილოგრამი მეტალი მივიკარის სხეულზე. შემდეგ გავაგრძელეს სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობა, მოვიპოვე რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვიყავი სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო 2012 წელს პეკინში მივიღე მონაწილეობა ერთ-ერთ ტურნირში, სადაც 52 კოვზი მივიკარის სხეულზე და ამით მოხვდი გინესის წიგნში.